ევროპულმა პარლამენტმა მერკოსურის ქვეყნებთან სულ ახლახან გაფორმებული შეთანხმება გაყინა და ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნა. ეს იმისთვის, რომ გადამოწმდეს მისი შესაბამისობა ევროკავშირის ძირითად ხელშეკრულებებთან. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის მიერ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან, ჩილესთან, ურუგვაისთან თუ სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან გაფორმებული სადავო გარიგებით არსებობს მექანიზმი, რომელიც მერკოსურის ქვეყნებს აძლევს საშუალებას გაასაჩივრონ ბრიუსელში მიღებული კანონმდებლობა, თუ ის ლათინური ამერიკის ამ ქვეყნებს ბაზარზე წვდომაში აფერხებს. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება თავის მხრივ ამ ისტორიულ სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას ხელშესახებად შეაფერხებს და შესაძლოა გავლენა იქონიოს მის საბოლოო დამტკიცებაზეც. როგორც მოსალოდნელი იყო საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ნათლად გამოჩნდა 334 მომხრე, 324 წინააღმდეგი. ასეთია კენჭისყრის შედეგები. თავის მხრივ ევროკომისიას აქვს ბერკეტები დროებით აამოქმედოს გარიგება იმ არგუმენტით, რომ ეს გადაწყვეტილება ბლოკის წევრი ქვეყნების მიერაა მხარდაჭერილი. ევროკომისიამ სინანული გამოთქვა კენჭისყრის შედეგების გამო. ჩვენი ანალიზით პარლამენტის მიერ ამ გადაწყვეტილებაში წამოჭრილი საკითხები არ არის დასაბუთებული, რადგან კომისიამ ამ წუხილებს უკვე დეტალურად უპასუხა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მერკოსურის ქვეყნებთან ევროკავშირმა შეთანხმება 17 იანვარს გააფორმა. ის ორ რეგიონს შორის ვაჭრობის განვითარებასა და 700 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობს. ეს კი ევროპაში სადავო საკითხად იქცა. განსაკუთრებით კი საფრანგეთისა და პოლონეთის ღია წინააღმდეგობის ფონზე. თავად შეთანხმების მომხრეები გარიგებას კარგ შესაძლებლობად ხედავენ ევროპული მრეწველობისა და გეოსტრატეგიული პოზიციების გამყარების გზაზე, განსაკუთრებით ყველაზე დიდ და აქამდე სანდო საყრდენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ცვალებადი ურთიერთობების ფონზე. ევროპის მთავარი სასამართლოსთვის მიმართვა ავტომატურად აჩერებს ევროპარლამენტში საკითხის დამტკიცების პროცესს. საბოლოო კენჭისყრა უახლოეს თვეებში იყო ჩანიშნული. სასამართლოს მხრიდან კი განაჩენს შესაძლოა წელზე მეტიც კი დასჭირდეს. ამ დროის მანძილზე გარიგება გაყინული იქნება. საგულისხმოა, რომ კენჭისყრამდე სტრასბურგის ქუჩებში ათასობით ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ამ შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ადგილობრივი წარმოებისთვის გარიგების მავნე მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.